დაზუსტებით ვერაფერს ვერ ვამბობ, მაგრამ როგორც ამბობენ, ვერ გადმოყავთ მანქანიდან. მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმები რუსთავის ავტოდრომს, რა თქმა უნდა, ჩვენს ტრიბუნებს მივესალმები, ასევე ჩვენს მაყურებელს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვატევნებს თვალყურს და ბუნებრივია მივესალმები ჩვენს მრბოლელებს, ჩვენს პილოტებს. დღეს 11 ივლისია, ვისაც კვალიფიკაცია არ გინახავთ, შეგიძლიათ წინა ვიდეოს უყუროთ. სუპრით ვიარეთ 11 და 1-ში თუ 0-ში ძალიან ცუდით რომ გამიფუჭდა მანქანა, მაგრამ ერთი გარბენი როგორღაც გავიარე და კვალიფიკაციაში მეორე დრო მაქვს. X3 იარა, ძალიან მაგრად იარა, მაგრამ კვალიფიკაციაში მაინც მე-6 ადგილას ვარ, გონით მე-7 ადგილას. 10-2-0-ში ვიარეთ. ძალიან ცხელოდა, მაგრამ რავი, X-ისთვის რუსთავის ტრეკზე ძალიან მაგარი დროა რა. პირველი ხვდები X4M-ს, როგორც ვიცი. თანაბარი დროები გვაქვს, თანაბარი არ, ცოტა უკეთესი დროები მაქვს, 0-2 უკეთესი მაქვს. და თუ გავასწარი, მერე ხვდები ლეგენდარულ შოთას, ავტობანის მამას. F90-ზე 9-9-ში დადის და 0-3-ით უკეთესი დრო აქვს ჩემზე. ნახოთ რა იქნება, რავი, სუპრაზე ცხენები კიდე დავაკეთეთ, რომ როგორღაც მოვჭიდებოდით. მეგობრებო, კომენტარებში სუპრა 9-იან კლასში აბსოლუტში ჩამოიყვანოს თუ არა, ზემოთ და ზემოთ მიდის და ჩამოდი ქვემოთ ხო დაწერეთ კომენტარებში. ყველაფერი მარტივი გენიალურია, ხო იცი? ბიჭო, ვასტოკებ და ხო არ გინდა ტურბო, ცივი კოლექტორის საწვავის სისტემა, ერთ ეტაპსაც ვივლი ახლა სექტემბრის ეტაპს რა, რომ რა კომბინაციაზეცა და მერე დიდი გემები მაქვს სუპრაზე და დავილაპარაკოთ. კარგი. მადლობა, ხო და ნახოთ რა იქნება, მოკლედ. იმედიანად ვართ. სუპრით პირველი ხვდებით გიოს, ჩვენ ძმას მეორე სუპრაზე. ნახოთ რა იქნება რა. წესით და რიგით, კაი, რა, თუ არ გავფუჭდი, წესით და რიგით ნახევარფინალი და ფინალი უნდა ვიარო. დაიწყო გახსნა, ორივე მანქანა ამოვიყვანეთ. პირველივე იწყება სუპრის კლასი და გამოდივარ სუპრით. კვალიფიკაციაში გვაქვს მეორე დრო, RWD და კვადრო დაიყო, კვალიფიკაციაში გვაქვს მეორე დრო და ხვდებით გიოს სუპრაზე. გიოს თუ გავასწარით, მერე კიდე სუპრას ხვდებით, გივის სუპრას ხვდებით და მერე იმ სუპრასაც თუ გავასწარით, მერე უკვე თვითონ გივის ხვდები და გივი არის ფაინელ ბოსი C8 Xenon 6-ით, რომელსაც ლიმიტატორი უყენია და 10-8-ს ბეჭდავს რა. როგორც Tesla ისე დადის. ნახოთ რა იქნება, ჩვენ ხოთზე ვართ, იმედია დრო არ გაგვიტყდება. სუპრა დადის ძალიან არაპროგნოზირებული. შეიძლება პირველივე გარბენზე გაფუჭდეს, შეიძლება ფინალამდე ისე იაროს, რომ 10-8, 10-9 ბეჭდოს და არ ვიცი რა მოხდება, ვნახოთ რა. ველოდებით ჩვენს ტრაქს. X3 ჩავა ეხა
პარკინგზე, Supra გადაინაცვლებს სტარტის ხაზზე, იმიტომ რომ 11 წამიანებით იწყება პირდაპირ S კლასი და ნახოთ Supra რას იზავს. ანუ თავარია რამე მარაურიოს და არ გაფუჭდეს სწორედ. დანარჩენი, რავი. დანარჩენი საპრიზოზე ვარ. თუ რამე არ გაგვიფუჭდა და თუ მანქანა არ გამოიმასქნდა. წავედით ახლა. გადმოვინაცვლეთ სტარტის ხაზთან 11 წამიანი მანქანებით, მაგრამ X-ით შემოვაპარეთ, იმიტომ რომ Liquimol-მა და Gez Motors-მა მოგვიწყეს ესეთი გარაჟი გადაფარებული და შვიდად წყნარად X Supra დგას, იატები რო არ გაიქცეს, გუშინდელივით რო არ მოგვივიდეს და ერთი ესეთი რამის გაკეთებას ვაპირებ რა, Supra-ით ვისაც უნდა შევხვდე, ყველა ჩავწეროთ რა. ნუ პირველი გიოს ხვდები და შეიძლება გიოს ვერც გავცდე, მოდი ჯერ გიოთი დავიწყოთ. გამარჯობა. მოკლედ Supra-ით ხვდებით მე და შენ რა. რა იმედები გაქვს და რას ფიქრობ? უნდა გაგასრო, ბიჭო, ხო არ ვეღადავები. არაფერი რა, 11 შუთში დადის და 11 შუთში დადის. 100 კილო დაუდე, ეხლა ქვიშა უკვე. ქვიშა. ხო, ანუ იდეაში ერთი კლასში არ სავართ მე და შენ დრო გაგიტყდა და შემთხვევით აღმოჩნდი შენ დროში. თუმცა ბიჭო, წარმატებებსაც ვერ გისურვებ. ისე რომ მაშინ მე უნდა გავასწრო. მაინც გაგასწრებ. კაროჩე, შენს მე და შენში გამარჯვებული ხვდებით იმ Supra-ს. ხო, წამო ეხლა მივიდეთ გივისთან. მოკლედ, აი სამი ვართ Supra-ით და გვიწევს ერთმანეთთან რა. მე და შეხვდებით ჯერ. ხო, მე და კატა ხვდებით ჯერ და ჩვენ შორის გამარჯვებული, შენ ვისხვდები პირველი არ ვიცი. CLK გოჩას ხდება. მე ხვდები მე და კატა შორის გამარჯვებულს. წესი ეგრეა? ხო, უეჭველი მასეა. წეგან გადა ან Supra-ვი ხვდებით ერთმანეთს და ჩვენ სამში ვინც მოიგებს, იცი ვის ხვდება? Final boss. გივის. და საინტერესო გარბენები იქნება და საინტერესო ფინალები. რას ფიქრობ შენ? სად როგორ ივლე? მგონია რომ უნდა გავიდე რა კვალიფიკაციის გამომდინარე. თავარია კარგად დაიწყო. ხო. რეაქცია ხონდა, თავარია კარგი. გუშინ როგორც ვიარე 11-4-ები ქონდა, ხო? თუ 3-ები? 11-4-ის მაღალი მქონდა რა. ხო. საშუალო კლასია და ძალიან მაგარია. ნუ DA იყო ძალიან მაგარი და ცხელდებოდა. ეკი, მერე ჩვენ შორის რას ფიქრობ? ვინ გაიმარჯვებს და მერე რას ფიქრობ? ეხლა Supra კი ვიცი და ეს. ჩემი Supra გაფუჭებულია ვერ დადის. ძალიან დაუცეს ცხელები. ეხლა მაინც და მერე გივიზე რას ფიქრობ? გივისთან რა. მამა შენი ხოა? დაგვითმობს? გივი არის დაუნდობელი, არავის არაფერს არ დაგვითმობს. ჩვენი ძმა გივი, არ ვიცი სად დადის. და მარტო ავტოდრაგში კი არა, მოტოდრაგშიც დადის და იქაც ძალიან მაგარი ისინია, გრაფია, წარმატებებია გივის და რავი, კარგად ვივლით, გული არ დაგწყდება, ცოტათ დაგწყდება. ნახოთ რა იქნება, დანარჩენი სტარტის ხაზზე გადაწყდება. ბუბუ, შენივე არხზე გილოცავ. იმედია მოიგებს. და ვასახელებ კიდევ ერთხელ და ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებ და მეგობრებო, გუგუს მაყურებლებო, გამოიწერეთ გუგუს არხი და ლაიქეთ და კომენტარით და გადააწერეთ, რადგან წინ ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეო გიხვდებათ აი ამ არხზე. გამოდით.
წარმოდგენილი ჩვენ ერთი დიასპარეზა და გამარჯვება მოიპოვა ერთ-ერთ ნახევარფინალში ვარ. აბა მოგიწევს. ნახევარფინალში ვარ. ვიარე, რა მანქანა დადის ესე თუ ისე რა. ნუ ამ კლას ყოფნის რასაც დადის. ისე გაფრჩებულია. ხო, შენ ემდურებოდი წეგან გასმენზე რომ ლაპარაკობდით მითხარი რომ რაღაც ციცო ავტომობილს აბა მითხარი. არ ვიცი, ვერია რა, ალბათ სიცხის ბრალი იყო, დღეს შედარებით გამოსწორებულია, მაგრამ ამ მანქანას აღარ აქვს 1000 ცხენის ზალა და აქვს სადღაც 600-650 რა. მაგრამ რასთავარია სტაბილურია. ეს სპეციალურად დადია იმისათვის რომ გაშემდგარიყავი. კი, იმიტომ რომ ჩემი კლასი არ არის. 10 RWD არ ტარდება და 10 კვადროში X3-ით გამოვდივარ. კაი, მოდი მაშინ X3-ზე ვიხარ, როგორც ვიცი, მაგ მანქანას ძალიან იმედია. კი, X3 არის ადამიანი, 10-2-ში დავდივარ და რუსთავში 10-2-ში სიარული არ არის პატარა საქმე რა, თან ჯიპით. ჯიპებში საუკეთესად რომ აქვს, ჯიპის კლასი როცა ჩატარდა, პირველი ადგილი ავიღე და ამ ეტაპზე დროებს თუ გადავავლებ თვალს, ეხლა პირველ ადგილოსანი ვარ ჯიპებში. მაგრამ დავდივარ ჩვეულებრივ მანქანებში. მოკლედ სუპრაზე ტოპ 8 ვიარე. მე ნახევარფინალი რო ვიარე, პირველი გარბენი გავიარე და მეორე გარბენზე გამეთიშა ტურბო. გზაში გადავსბროსე და დაიწყო სტოკი პრუჟინის წნევაზე რა, ანუ ერთ ბარს ბერავდი. როცა 100-200 მქონდა 4-6 უცბად დაიწყო 6-1-6-3-ში სიარული რა და იდეაში შორიდან რო უყურებ მანქანა მიდის 6-1-იც არ არის ცოტა, მაგრამ ვერ დადის რა. რაღაცა გაფუჭდა უეჭველი, ნუ მესამე ადგილისთვის ვიბრძოლებ, მაგრამ აი ესია რა. რა იქნება არ ვიცი, მაგრამ მაინც გავუშვებ რა. იქნება მესამე ადგილზე მაინც ვიარო. CLK-ს ხვდები გოჩას კომპრესორს და კარგად დადის სხვათა შორის 11-3-ში იარა გოჩამას და 11-2-ში ვიარე მე პრუჟინის წნევაზე. ეხა X-ის კლასი იწყება და არ ვიცი მე რამდენი მიწევს გასვლა. Let's go.
პირველივე შევხვდი X4M-ს, რომელიც საქართველოში არის ნომერ მეორე ყველაზე ჩქარი ჯიპი, SUV და გავასწარი და ისევ დავიცავი ჩემი ტიტული რომ ვარ ყველაზე სწრაფი SUV. ვიარე 13-14, ბიჭებმა არის მე მგონი 18-14 და ეხა ხვდები F90-ს, რომელსაც აქ 1001 ცხენის ძალა, რომელიც არის კოლკაძრავზე და ტურბო სტოკია, მაგრამ კოლკაძრავზეა რა. ნახოთ რა იქნება. ჩამომატარე, მაგრამ მაინც გვალეში ხო იცოდა. დიდი მოკლება. მოკლედ პირველი გარბენი გამასწრო, მეორე გარბენი დრო უკეთესი ჰქონდა, მაგრამ გავასწარი რეაქციის ხარჯზე და მესამე გარბენზე გამიფოლა და X-ით ვარ 10 წამიანებში ხიშნიკებში ნახევარ ფინალში გავასწარი ორ მაგარ კონკურენტს და ეხლა ხვდები ქოროს, რომელიც კვალიფიკაციაში მეორე ადგილზეა და დადის 9-8-ში. ყველაზე ჩქარი ქორო იყო რა. ნახოთ რა იქნება. ფინალში ვართ, მოკლედ, რავი, დადის ბენზინი და სპირტი მინდა სასწრაფოდ. შოთას ჰქონდა 0.25-ით უკეთეს დრო და შევასწარი. პროსტა ვიძვრები რა. შოთას ამბები ვიცი? რა? გუში რო ჩადო ძრავი. ვიცი ხო? გუში ჩადო ძრავი 12 კილომეტრია გატარებული და ამკად კარულია. სუპრა იცი როგორ ვიარე მე? ფუბუსთან ჩავდგი ძრავი, გეზ მოტორსამდე აპკად კავიარე, გეზ მოტორში ზეთები და ფილტრები შევცვალე და აქამდე მოვედი. ანუ სიკიში არ ვიცი. ძალიან გაგიმართლა, ძალიან კაი რეაქცია ჰქონდა. რეაქციები ბაზარი არ არის. გამართლებით სუპრაზე ისეთი არ გამიმართლა, სოლენოიდი გაიჭედა. რა ვქნა, აქ მაინც ხო უნდა გამიმართლა. კაი, ვინ დაგჭირე? ფინალი დავჭა ნიკუშასთან რა. ჩემი გუნდელია. ხო. ABP-ს თიმი ვართ ყველა რა, მე, სკორო, ზირაქას ეგეც და არა, ანუ გადაობა ის იყო, რომ ტოპ 8-დან 7 M5 იყო და ერთი იყავი X-ი და ყველა გაყარა და ეხა გაგფინალი. რაც სუპრაზე ჩაიჯვა, კაროჩე რო გაფუჭდა, ამაზე რავი, იმე და გაფოლა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჩქარი იყო, არ ვიცი რა შეაწყდა და გაფოლა და წააგო ფოლი. რა ძალიან ცუდია. პირველი გარბენი გოგა მოიგო CS-ით, აღონდ გაფუჭდა და ტესლა უბრალოდ არ დაიძრა რა, გადაწყვიტა რომ არ დაძრულიყო და არ დაიძრა და გოგა მოიგო 16 წამში არა გაფუჭებული მანქანით. მაგრამ მოიგო რა. ეხა მეორე გარბენია და გოგა თუ მოიგებს ხამუტები ძრება მოკლედ მეთანოლის. და ეხა აღარ უნდა გადაძროს ვაფშე უთიშავთ მე მგონი მეთანოლს და ნახოთ რა სივლის. ისეთ ცუდი დროები აქვს ავსოლიში ბიჭებს რომ X-ით ხო არ გადმოვიდე თან ჩემი ბედის პატრონი. სუპრაზე არ ვამოფ იგივე სუპრაზე ისეთი რაღაც გაფუჭდა რომ რავი აი
და არტის და არა მხოლოდ მაგრამ გაჩერდა ვერა აშკარად გავწებულია რა შენი სურვილები როგორ თემქელმა ბუბუმ წააგო ორჯერ გაფოლა თქვი უკვე ეგ არა და დრო ქონდა ან პირველი 9-1-ში არა და მერე გაფოლა არ ვიცი, დაზუსტებით ვერაფერს ვერ ვამბობ, მაგრამ როგორც ამბობენ, ვერ გადმოყავთ მანქანიდან. ანუ აქ ჩაერთვა ეს რა თქმა უნდა სამუშაო ჯგუფი ვერ არა დიდი ალბათობით ან არ გადმოყავთ, იმიტომ რომ როგორც გავიგე ფეხი აქვს მოტეხილი, ანუ და ვერ გადმოყავთ. მოკლედ ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, გარბენს კი ვიღებდით, მაგრამ რამდენად გამოჩნდება გარბენში არ ვიცი. რატო ღუჭაშვილი გადავარდა ტეტეთი 8-9-ში გაიარა და ფიზიკურად სამუხრუჭე მანძილი აღარ იყო და სლიკი რომელიც 1-დან 0 ბარზე გაქვს დაშვებული და რესკა დატორმუზებს წდება. ან ამ საფარზე ესეთი რესკი ტორმუზი არ არის რა. არ დაატორმუზებ და გზა არ ყოფნის და დრაგის გზა გვინდა, იმიტომ რომ საქართველოს დრაგის სერიების ლეველმა იმდენად აიწია და იმდენად აიწია თამასა მანქანებში, რომ უეჭველი გჭირდება რა. ანუ გზა რომელსაც ექნება მინიმუმ 400 მეტრი მაინც გასჩერებელი. მივედით პირველები, ჩვენ მივედით ბიჭები, გარბენი უწევდა და სტარტის ხაზიდან წავედით. თავს კარგად აგზნობს, ფეხს იტკიებს, სავარაუდოდ მოტეხილი აქვს. სასტრაფო მოვიდა, ძალიან მობილიზირებულად გადავიყვანეთ სასტრაფოს მანქანაში და არ ვიცი, ხა მანქანაა პროსტა ცუდ გომაროში დატორო კარგად არის. ეგ ძალიან კაია, პროსტა ესეთი პროექტი რომ ფუჭდება, ესე თან ეგ არის ძალიან გულს დასაწყეთი რა. ნუ პირველ რიგში ჯანმრთელობა, მერე სხვა დანარჩენი, მაგრამ ავტომოყვარულისთვის ეგეც ძალიან ძნელია რა. გამოჯანმრთელება დატოს და დრაგის ტრასა ჩვენ ყველას უეჭველით ა. მოკლედ დრაგი დამთავრდა ესე, გადაიდო, ოღონდ არ ვიცი, როდის გადაიდო. სავარაუდოდ სექტემბერშიო, მაგრამ გავარკვევ, იმიტომ რომ სექტემბრამდე შეიძლება არც ერთი მანქანა აღარ მყავდეს. რავი, იმდენად ცვალებადი ხასიათი მაქვს. ნახოთ რა იქნება. მოკლედ რავი, უყურეთ ვიდეოს, თქვენ კი ისიამოვნეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი. თვალი ადევნეთ უკვე შორტები, რილსები რაღაცებსაც დავამატებთ და წავედით, ეხა X3 უნდა ავაწყო აქვე, რომ თელავამდე ჩავაღწიო. ტატოს კი უსურვებთ, რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელებას. ძალიან გულდასაწყვეტია რა და დრაგის ტრასა უეჭველი გჭირდება. ყოველ წელს რავი, ესეთი რამე ხდება და ჩქარი მანქანა ვერ შერდება რა. უკვე აჩქარებისაც გეშინია მანქანის და მაგრად ტეხავს. ადლობთ ნახვამდის.